ამ ეპიზოდში თბილისი გადაწყდა და მოვედით ქურადელიში, სადაც ბრენდ შეფი არის ჩვენი მეგობარი ირინა ელიოზიშვილი, რომელიც აგვიანებს, მაგრამ ის დღეს იუბილარია და ვაპატიებთ, ეპატიება. აქ გავსინჯავთ რაღაცებს ირინას შემოქმედებას და მერე წავალთ ჩემი და ლაშას საყვარელ ადგილას ფაბრიკაში მულენში. შენ რა გიყვარს ლაშა მულენში ყველაზე ძალიან? ბახასწნიანი. წვნიანი, აზიური წვნიანია, უგემრიელეს ჩვენი აჩემება და იმას გავსინჯავთ და კიდე არ ვიცი რას გავსინჯავთ. მანამდე ქურადელიში შიმშილით რო არ გარდავიცვალო. გიჟდები ამ ორცხობილაზე, მოცხარის ჯემით არის შოკოლადის, გორი შოკოლადის. და ლაშას არა აქვს გასინჯული. თან ამას წავიხემსე და თან გაგასინჯე. ჩანს? აჰა. აი უგემრიელესი. მიდი. ძალიან ჩვენი იუბილარი მოვა. მეც რა მინდა გთხოვოთ? არხი გამოიწერეთ რა. რეჰანი და რა თქმა უნდა რეჰანი კუკინგი. კიდევ ძალიან მიყვარს კომენტარების კითხვა. საერთოდ ცხოვრებაში კომენტარების კითხვა და პასუხების გაცემა ძალიან მეზარება, დაბადების დღეს კი დაჰაიდებული მაქვს Facebook-ზე. მაგრამ ეს ჩვენი რეჰანი ისე მიყვარს, დაგვიწერეთ ხოლმე, იმიტომ რომ მახალისებს და კიდე კრიტიკაც საინტერესოა, საინტერესო მოსასმენია თქვენი მხრიდან და მისაღები მოვიდა. აი, სტუმრები არიან უბრალოდ. ეს დამავიწყდა ამაზე რომ ეთქვა. ძალიან შაქრიანი არ არის, ზევიდან ცოტა ფსტაყრია და ის მომჟავო ჯემი ძალიან უხდება. შამს უცხო გემოა ხო? აი. ხვიერია თან. მაგრამ კუკისივით არ არის, აი ამერიკული კუკისები რო იფშნება. რბილი ცომი აქვს. მოვიდა ირინა, ჩვენი ირინა. ბოდიშ და ხო, ქურადელის შემოქმედი. ხო? და კიდევ რაღაცების შემოქმედი, Big Lady. The Big Lady. მოდი, The Big Lady-ზე სანამ ვისაუბრებთ, მანამდე შენ თავს გავაცნობ ჩვენს გამომწერებს, ბრენდ შეფი ხარ და სხვადასხვა კომპანიას ემუშავები იმისთვის, რომ აუწყო მენიუ, სამზარეულო და გარემოც. გარემოც. იმიტომ რომ რეალურად სამზარეულო თუ რესტორანს აკეთებ ყვების ობიექტი, ყოველთვის არის მიბმული პირდაპირ სამზარეულოსთან. შესაბამისად, რა ლეგენდაც არ უნდა მოიფიქრო რესტორანისთვის, ამ ლეგენდას ერგება თვითონ მთელი სამზარეულო ან პირიქით. ხანდახან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მენიუ ავაწყოთ ისეთი, საიდანაც მთელი ლეგენდა შეითქმას მერე გარეთ რაც უნდა ხდებოდეს. ამიტომ ხო, მიწევს რომ მთელ კონცეფციაზე ვიმუშაო. როდესაც მუშაობ, აწყობ ამ მენიუს, მერე რა მონიტორინგს აკეთებს სინჯა, თუ მაინც სამზარეულოში ტრიალებ? ეს არის დამოკიდებული თვითონ პროექტი შეთანხმებაზე. ეხა ქურადელიში მაგალითად ვარ. და დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი ხანი გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს, ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელია. ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული, ძალიან მიყვარს ყველა და თან ანუ რავი, რაღაცაში თელ გულს და სულს რო დებ. მე ძალიან გიჭირს რომ დატოვო. აი ხაც ეგრე ვარ, არც მინდა რომ დავტოვო, არც არავის არ უნდა რომ დავტოვო, რაც ძალიან კაია და ვარ და ვცდილობ რომ უფრო და უფრო კარგი გავხადო. რაც წარმოგიდგენია საოჯახო სამზარეულო, ეგ არის აქ წარმოდგენილი. უბრალოდ ვეცადეთ რომ ცოტა უფრო მეტად გაგველამაზებინა ეს ყველაფერი და უფრო პრეზენტაბელური ყოფილიყო, თორე ყველაფერი რაც კი არის დახზე წარმოდგენილი არის
ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვთქვა, სუფთა საოჯახო სამზარეულოს მენიუ. ესენი ცალკე соусებია, თუ შეიძლება ცოტ-ცოტა. კი, ყველაფერი გავსინჯოთ, ცოტა და კიდე რაც უფრო მეტ რაღაცას აურევ ერთმანეთში, იმით უფრო საინტერესო გამოდის თეფში. ჩემთვის თეფში არის პალიტრა, მე ეგრევე ეძახე. გავსინჯოთ, მოდი, ქერი ავიღოთ ცოტა. აი, კატრატიც ხო არ ავიღოთ? ერთი ცალი. არა. არ მიყვარს. არა ვიღოთ. ლობიო გინდა? კატლეტი ძალიან არ მიყვარს და ლობიო მინდა. რა დაგიშავა? კაი, ცოტა ლობიო გვინდა. პატარა თეფშზე ხა მოვიღოთ ყველა соуსი ცოტ-ცოტა აქ რაც დევს. ეს არის მწვანე. ბაჟე მე მგონი არ გვინდა ეხა. თუ გინდა ბაჟე. ხო, ყველაფერი თითო-თითო კოვზს დავდოთ. ჩაჭაპურს ხო არ გასინჯავენ რომელიმე იმას. აუცილებელი არ არის ბოლომდე ის ხლოვანა? კი, ხლოვანა. ეგ გავსინჯოთ თუ გინდა და ეგ მევიდოთ. ცირა იმ პატარაში ჩასხი ოდნავ ეს რა ქვია. ეს და მაგ თეფშვა მიუდა. ჩაქაფული არა, ჩახოხბელი. ცოტა ხდება ეგეც. ფოკაჩა და ჰალა. ზუსტად ფოკაჩათი გავსინჯოთ. შეგვიძლია არა ერთი წელი მოჭრა. მოჭრა შეგვიძლია, მაგრამ მივხედავთ. დავიწყოთ კომპოტით? უნდა დალიოს სხვა გზა არ გაქვს. რისი კომპოტია? კომშის. ეხა სეზონური, ძირითადად სეზონური ხილით ვაკეთებ ხოლმე. კომშის კომპოტის სეზონი გადის. ხო. და გემრიელი. ეხა დავიწყებთ მარწყვებს. ნიამ. შენი სამზარეულო ეხა რაც შევხედე არის ქართულ, იტალიურ, სახლური. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ქართულ, იტალიურ, სახლური და აზიურიც. ოღონდ აი აზიურს ალბათ უფრო იაპონიისკენ წავიდოდი, მაგრამ მაინც შემიძლია რომ აზიური თქვა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ალბათ იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ძალიან ბევრი რაღაც. ფოკაჩა ხო იტალიური პურია? ფოკაჩა იტალიური პურია. ფულფულა ფოკაჩა. კი ბატონო. უნდა მოვიდე, ხო? კი, რა თქმა უნდა, გაგიჯო. დავიწყო გასაგა. დაიწყო. ეს რო გავიხადო შეიძლება. დავიწყე. აურა ფულფულა პურებზე ვგიშდები. ძალიან მეყვარს პურის გარეშე არ ცხოვრობ. ხო და მე მგონი პურის გარეშე თან რაღაც როგორც არ უნდა ვცდილობდეთ რომ ამოვიღოთ ხოლმე დაუსრულებელია კერძი რაღაცნაირად. ყველაფერს ჭირდება პური. აია. ფოკაჩაი. ზევიდან რაღაცებსაც ხო აყრიან ხოლმე? კი, ზეთის ხილი, ნიორი, როზმარინი. აი, ახლა მოყვები და თან მომიყევი. ამას რა სჭამთ პირველს? პესტო ატო? ეს არის პესტო. აღარ ესეც ქართულ ამბებზე არის მორგებული. ნიორი იგრძნობა. უფრო მეტად ვიდრე პესტოში და თან ფაქტურა იგრძნობა რითია გაკეთებული? ამას თხილეული რა არის? თხილია? ქართული თხილიც აქვს და ნიგოდიც აქვს. ხო, აი ამ თხილის ფაქტურა იგრძნობა და იქ ხო და ზოგადად მუჰამარაშსაც ეგრე ვაკეთებთ რა. ძალიან ზედმეტად და ბლენდერებული რაღაცები მე არ მომწონს მაგალითად. მიყვარს რაღაცები რომ ხდება და გრძნობა. მე იქ რო ხდება კიდე რაღაცები. ხო, აია. ხო და მეც ეგოისტურად როგორც მე მიყვარს ისე ვაკეთებ. ნუ ეგრე უნდა ქნა, იმიტომ გამოდის მე გემრიელი. ეს სადაურია? მუჰამარ არის ლიბანური. ლიბანურია? მაგრამ ესეც ძალიან ახლოს არის ქართულ გემრიელს. იმიტომ რომ ამასაც აქვს ნიგოზი, ბულგარული ჩვენ აჯიკის გამო არ არის, წითელი აჯიკის გამო უცხო არ არის. ამიტომ არა. რო ჭამ რაღაცა არ არის. მაგრამ აქაც ფაქტურები იგრძნობა და აი რაღაცა აჯიკისკენ მიყავხარ. მოკლედ აჯიკა ოღონდ ცხარე არ არის. აი შეგიძლია მსუყეთ დაიდო და გადაუსვა ხორცსაც ძალიან მოუხდება. მაგრამ ნუ აი მუჰამარო უფრო არის დიფი. აი სადაც ხო რაღაცა ბოსტნეულთან ერთადაც
სხვათა შორის ჩვენ გვაქვს სენდვიჩი, რომელსაც ვაკეთებთ ჰალათი, ქათმით და მუჰამარა აქვს შიგნით. და არის აი მისწრება. ხარ გავსინჯოთ. ესეც კაია. იცი რა, ბევრ რამეს ვერ გავსინჯოთ, ესე გავსინჯოთ. აი, მე გაგვაი. ეს ქილებში იყიდება მუჰამარა? მუჰამარა არა, პესტო და იმერული აჯიკა იყიდება ეხლა რასაც ვჭამთ. იმერული აჯიკა არის ჩემი საყვარელი ქართული დიფი. ხო? რაც კი გამოუგონიათ ქართველებს. ლობიოსთან ერთად მოაქვს და ლობიოსთან ერთად ჭამ. და ანუ როგორ შეიძლება რომ იყოს ეს თუ გინდა соуსი დაუძახეთ, თუ გინდა დიფი ალბათ. დაკარგულია არ მესმის. მგონია რა დაკარგულია ხო? აქაც ნიგოზი თხილია, რებია. აქაც არის ნიგოზი. არის ბევრი სუნელები, ხახვი, ერთმანეთში კარზეთი, კარგად ჩათუშული, აი ძალიან კარგად ჩათუშული. დარიჩინს გძნობ, დარიჩინია თან. დარიჩინი, ხო, რაღაცის გემოზე მიყავ ხარ. ხოდა ნუ აი ღორის ხორცი ხდება როგორიც, რომ აი არ ვეღარაფერი ვეღარ ვქნა. აუ, გემრიელია ძალიან იმერული აჯიკა, მაგრამ მუჰამარა და ეს ნაზავი იმის, აქვია, პესტოსი და მწვანე აჯიკის მაინც ჩემი ფავორიტი იქნებოდა. გაჟავაჟო. ეხლა იქითაც. ეს რა? ეს არის ჩემიჩური. ჩვენ მწვანილი соуს ვეძახით, იმიტომ რომ მწვანილი соусია და რა დაუძახო. соусია, ხო, ზეთი და მწვანილი, ხო? ძალიან გემრიელია ესეც. კიდე იცი რა არ მომეწონა იმერულ აჯიკაში? ხახვის ინტენსივობა არ მოყვარს ხოლმე, ზოგს ძალიან მოყვარს. ოდნავ მე მგონი ხახვი იგრძნობა, ხო? ხო და ეს არის იდეაში ნიგუზის და ხახვის, ანუ ფავარ კონსისტენციას ეგაძლევს. ეგ მე მგონი ბავშვობის ტრამაა. დედაჩემს ისე უყვარდა ხახვი, ყველა საჭმელში უკეთებდა. აი, ყველაფერში ხახვს უკეთებდა. შეიძლება კატლეტით. შეიძლება, დიდი ხახვები ქონდა ხოლმე. მე ვარ ეგრე გუფთაზე. ვიღაცამ დამაძალა, არ მახსოვს ვინ და გიჟდები ტოლმაზე და გუფთას ვერ ვიდან. მაგიტო, ხო? აუ, ძალიან გემრიელია ყველა. მუჰამარა რაღაც ზღაპრულია, ოღონდ ჩემ გემოვნებასთან ამას ვეძახი პალიტრას რო გეუბნებოდით. აი ნივრიანია ის ბულგარული ციგრძნობა. იცი რა მომაგონა, ოდნავ რისი გემო? ბავშვობაში, ჩემ ბავშვობაში აკეთებდნენ სტაფილო ბულგარული დაკონსერვებულს რო ინახავდნენ ხოლმე. გიჟდებოდი ისე მეყვარდა. აი ოდნავ იქით მიყავ ხარ. ხა და ეგ არის რა. აქაც კი მეხმარება სხვა ქვეყნების სამზარეულოებიც, მაგრამ ყველაფერი რაც შეგხვდება აქ არის მორგებული აბსოლუტურად ქართულ გემოზე. ხო, არა, არის ეგრეა. გადავედით? გადავედით, ეს არის ჩახოხბილი. ხო. ქერი ნახე, ძალიან ჯანსაღია თან ეს ქერი, გურღულეულად და თან ჩახოხბილს მოუხდება, ხო მოუხდება? კი. კაი. დავიწყო ჩახოხბილს. არ აქვს ძვლები ქეთავს? შენ გაიხარე ამის მოფიქრებისთვის. არასდროს არ ავიღებდი ჩახოხბილს, იმიტომ რომ ძვლები მეზარება, იცი? მე მგონი აღარავინ აღარ აკეთებს ძვლებით. არის კიდე ვინმე ვინც აკეთებს? კი, სახლში რა ვიცი. ხო. ალბათ. ხო, მაგრამ ნუ აი ეს კვების ობიექტი ხო ეგ არის, რომ რაღაცები შეგიმსუბუქოს. მოდი მეცავიღებ. ცოტა ლობიოსაც გადმოვიღებ. ამასაც ამოუწე ეს ფოკაჩა. გემრიელესია ჩახოხბილი. მე ფრინველის ხორცებს ისე არ ვგიჟდები, როგორც სხვა ხორცებზე. ნუ ახლა რა სხვა ხორცი არსებობს. ეცი არის. ჩემი აზრით ლაშას მოეწონება ძალიან ეს. აი ფანტასტიკაა მართლა. როდის ვაჭმევთ? როგორია იცი? მალე 5 წუთში. როგორია იცი? ამინდრის სიცოცხლე იგრძნობა, მწვანილებიც ძალიან ხდება. აი რაღაცა იდეალურად არის ჩემთვის ახლა ეს შეზავებული მინდა გითხრა. ძალიან ხარია.
ჩახოხბილი არის ჩემი საყვარელი, ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი. ნახე. ვახო კანდელა კი აი ამაზე იტყო და $1,000,000 ეს არისო. უკმაო. ნამდვილად. არს გიკრავ ძმაო. მადლობა. ფანტასტიკა. ხარი მოგეწონა? რა მომეწონა? ხერი. კი, ძალიან მშვენიერია. ეს ქერი იყიდება ესე სახში რომ მოვხარშო? ლობიოში? გრძნობა ქონდარი, ხო? ქონდრიანი მიყვარს მე ლობიო. ემრიელია ლობიოც. ნიკოს ცხვარა აქ თუ არა? რა? ლობიოს არა ხო? თითქოს რაღაცაა კიდე რა ვერ ხვდები. არასტანდარტული არა? თვითონ ლობიოს ჯიშია რა მგასხოლი? კლასიკური. კაია ლობიოც. ვაშა უკაცრავად. ამითი უნდა გავჭრა. ეს არის ფლოვანა. ეს არის მხოლოდ. ეს შეგიძლია რომ ამოიგოს საერთოდ მაქედან. კაი. ავტომატივე იქნება. ესე? აჰა. კენი. რითია გაკეთებული ისპანახი? ეს არის ისპანახი, ჭარხალი და იმერული ყველი. იმერული ყველიც აქ ხო? და კიდო? მოვიჭრი ჩამით. მე ძალიან მომწონს ეს ფორმა თვითონ, რა ფორმაც მივეცი. რატომღაც. არ ვიცი რატო. შემეძლო რომ სხვანაირი ფორმა მიმეცა და გადავწყვეტ. არა აქ ახსნა. მეკითხებიან ხოლმე რომ ეს ფორმა რატო მიეცი? არ ვიცი, ესე მომინდა და ეს ფორმა აქ ამ იმაში. მომწონს. ლამაზია. აია. აია, ამ ჩახოხბილის მე მგონი მანამდე უნდა გამესინჯოთ, ძალიან გემრიელია. ჩახოხბილი. მოდი კიდე გავსინჯო. აქაც მოკლედ გიყვარ შენ საჭმელში ინგრედიენტები რო იგრძნობა, ხო? აქაც ეგ არის. წვრილად დაკუცმაცებული არ არის, აქაც მოყვება პირში რაღაცნაირად იმის გემო. ზოგადად მგონია რომ გემოები უნდა იგრძნო კარგად. ხო. და ბაირი. კომფორტული საკვები მიყვარს. ხო და მაგიტომ მიეცი იმას ბრგვალი ფორმა. ხო. ვაშა, ივეცავ შენი დრო მოვიდა. მადლობა. მაინც გავს ეს წვნიანი. მულენში მოვედით. მულენში რატო წამოგიყვანეთ? იცი, ქურადელის მერე ჩემი და ლაშას საყვარელი ადგილია. ჭამისაც და გართობისაც პარასკევის შაბათის. ყველაზე გემრიელად გრძნობ თავს და იცი როგორი კერძები დაგხვდება, იცი აი იმის გემო რო გენატრება ხოლმე. ეხა ისინი შევუკვეთეთ, რისი გემოც ჩვენ გვენატრება ხოლმე. ეს არის ბახასწვნიანი, ლაშა ეძახის ბახასწვნიანს და არის ვაფშე აზიური წვნიანია, მე მგონი ესე ქვია მენიუში. ეს არის ფალაფელი, ირინ, ყველაზე ცნობილი აიკონიკ ფენოვანი ხაჭაპური მულენის და პატაი, რომელიც მე გასინჯული არ მაქვს მენიუში, იმიტომ რომ ამ სამში ტრიალებს ხოლმე ჩემი. აი ძალიან საინტერესო. არის ტაილანდური სტრიტ ფუდი არის რა. ტაილანდური სტრიტ ფუდი, ხო? აჰა. ვაიმე, აი ეგრევე გადავისხე. ხო არ გეგონათ რომ ისე ჩაივლი და ეს თვე. გავს რო ვუყურებ გავს ტომიამს. გავს, ოდნავ გემოზეც გავს ჩემთვის ნირტყული მომენტი. ქოქოსის რძის სუნი მოდის, ნო? ეგეც.
ზღვის პროდუქტები ჭამ და მე ძალიან მიყვარს ქოქოსის რძე შეწვნიაში. პრინციპში აზიურ გემოზე მაგას მიყავს, ხო? მეორე ლაიმსაც შავაწურავ. იმიტომ რომ ძალიან ხდება. და აბა შევიფასებ არჩევა. შეეძახის ნაბახუსევის წვნიას, მაგრამ ნაბახუსევის გარეშეც ჩემთვის ძალიან კაია და რაღაცნაირი სხეულიანი წვენი აქვს ესეთი. კარგად რომ იმას გეზავს. შეგავსებს ნაწილები, რაც გაკლია წინა დღიდან, რომ შეგივსებს უცბად. ოდნავ მოტკბო მოცხარო გემოცხარ. ამას რომ მოაწურავ სიმჟავეც დაყვება. და აი ძალიან გემრიელია მართლა. ოფ, კაია. აია. მაგრამ არ გაგექცეს. დაასტოპე რაღაც მაჩი. ბევრია გასასინი. გამექცა და ეგ არის. კაი სადაბადების დღე მithვარ აი ძალიან აღფრთოვანებული. და ჩაიფიქრე სურვილი და დალიე კოქტეილი. დაუწერეთ რას უსურვებთ ირინას კომენტარებში. რას უსურვებდით ირინას? რას უსურვებდით ირინას, რომელიც ძალიან დიდია. როგორ შეიცხადეს შენი ასაკი შენმა თანამშრომლებმა? ძალიან პატარა ვარ მეგობრებო და ძალიან შეიცხადეს, რომ აი ასაკი საერთოდ არ გეტყობა ეს კომენტარი გამიკეთეს. აი მე მან მივხვდი რომ ცოტა გავიზარდე, მაგრამ მართლა ძალიან პატარა ვარ სინამდვილეში. ჩემთვის კი, ჩემთვის კი. გამოიცანთ რამდენი წლის ერთ. მოდი მინიშნებას მივცე. ძალიან კარგად რომ ჩემზე 8 წლით პატარა. გადავედი სანამ გაცი და ფენოა სულ ხდება სიცხე. მიდი. ხო, ეხა შეჭი. ეხა ამან შეიცხადა, მიხვდი ხო? რაკნა. მეც ძალიან პატარა. იცი რა არის, ამას გავყავ. და კამერის უკან ვინც არის, ეგ არის ბიძა ჩემი. ბიძად გეკუთვნი. მართლა ბიძად მეკუთვნი. მე ბიძაშვილები რატომ გონი ხარ თუ? იმიტომ რომ ეგეთი ასაკი გვაქვს უბრალოდ თორე. ლაშას ძმიშვილი თუ დიშვილი თუ ბიძაშვილის შვილი ირინა. აიკონიკ ფენოვანი ნახე ხრაშურა. მე ვეფერი ვეკურა პირდაპირ კამერა. ჩვენი არხის სტუმრებს ხაიცი რითი ფილტრავთ. ჭამა უნდა უყვარდეთ. ანუ ძალიან სწორედ ჩაგირჩევი ვარ. შენ ორი კრიტერიუმი გადგება. შეფი ხარ და ჭამა გიყვარს. ფიშდები. მაგრამ არსებობენ ისეთ შეფები, ჭამა რო იყო? კი. მოსულა? მე მყავს ქურაში კონდიტერი, ნატაღვონტი, რომელსაც აქვს ოქროს ხელები. ანუ როგორ დესერტებს აკეთებს, იცი რომ მართლა პირი ყბა მივარდება ხოლმე რაღაცებს რო აკეთებს და დესერტები არ უყვარს. ნატარბოდიში გავამყიდე ჯერი წაიდუმლოება. მართლა ვერ წარმოვიდგენ მე. რატო აირჩია? ამშვიდებს. და სიამოვნებს ძალიან კეთების პროცესი. ოკეი. შეიძლება. ფენოვანი აღწეროთ ახლა. ხო, კიდე რაზე მეჩვენე ახლა იცი. ყველაფერზე რო ამბობ ძალიან კაიაო, ცოტა გემოები გადმოეციო. ხრაშუნა, შენ მომხმარ. ძალიან ფაფუკი და თან ძალიან ხრაშუნა. ხრაშუნა კი არა ისეთი. ფენოვანი არის, აი ფენოვანი რაც წარმოგიდგენია, რომ აი ფენოვანი უნდა იყოს. აი ეგეთი ფენოვანი ცომი არის და შიგნით აქ აი ეს ყველით გადასარევად გადანაწილებული და ყველაზე მეტად რა მომწონს, იცი რომ ყველს არაფერი არ აქვს დამატებული. ყველგან ძირითადად აი რაღაცას ურევენ ხოლმე, ან კვერცხი, ან რაღაცა, იმიტომ რომ გააგემრიელონ და ეს ისედაც უბრალოდ ყველი არის. და ჩემთვის ანუ მეც ხაჭაპურს ეგრე ვაკეთებ. ანუ არაფერს არ შეიძლება სულგუნი და იმერული ავურიო ან რაღაც, მაგრამ ზედმეტი რო არ აქვს არაფერი ძალიან. ხო, მარტივი გემო, სწორად აღნიშნა, ძალიან მარტივი გემო აქვს იმის ხარჯზე, რომ ძალიან კარგი ცომი და ყველია. ნუ მე მულენი რომ ესმის პირველი ეს ხაჭაპური მახსენდება. ანუ ძალიან გემრიელი იყო წვნიანი, დანარჩენის დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელია, მაგრამ ხაჭაპური მაინც აი ეგრეა. წაღან გოგორო გაჩერდა. უცხოელი მიყვავს და თქვენი ხაჭაპური მინდო და გამესინჯებინაო. ხაჭაპურზე მოიყვანა. კაი, სტოპ.
ეჭერდი. ორი კერძი გვაქვს დარჩენილი. ფალაფელი გვაქვს ასაწყობი. ეს ფალაფელი ესე დაშილადაც არის და ასევე როლივით გახვეული და ეხლა დაშილად მოვატანინეთ, იმიტომ რომ კარგად გამოჩნდესო. პიუ. მირთვი. ეხლა ჩემთვის და შენთვისაც გავიკეთებ. დიდი. აშა. შენ კი არ დაგტოვე ისე. სრუნავს პიძაზე, რა ქნას მეტი. აუ, ეს პიძა არ მახსოვთ. ისე შენ აი რა გიყვარს, როგორი იტალიურ ქართულია კითხვი, მაგრამ ეს შენ საყვარელი საჭმელი რა არის, ისი კეთება გიყვარს? ეცე, ყველგან მაგას ვამბობ, ახლა მეც დავდივარ ესედან დააბერს მეკითხებიან, მაგრამ მართლა თუ უკითხავთ, სულ მაგას ვამბობ ხოლმე და ხანდახან მწვანეა, მაგრამ მართლა ეგრეა. საერთოდ მიყვარს ყველაზე ძალიან გაზაფხული საჭმელი. და ჩემთვის გაზაფხული საჭმელი არის ახალი კარტოფილი, კიტრი, პომიდორის სალათი, ხურის ზეთით და ხახვით. ჭადი. იმერული კაი ჭყინტი ყველი. აუ ძალიან მომინდა წყემარი მწვანე აჯიკა და აი რაღაცა ეს ბევრი მწვანე და სუნები რომ მოდის და რა უყვავდებით უკვე თუ რაღაც და აი ძალიან კაია. თან რატომდით და გავიფურჭკნეთ. თან მგონია რა ჩემთვის რაღაცა ბავშვობასთანაც ასოცირდება რა, ანუ აი გაზაფხული მზერო იყო ფანჯარას რომ გამოაღებდი უკვე რაღაც მთელი ოჯახი რომ მაგიდასთან ამ კერძებით ხდება. სადაური ხარ მითხარი? მე ვარ ქართლელ მეგრელი. ქართლელ მეგრელი. მგონი კახეთისკენ ვერ წავიყვანე, უცებ ღანძილი გამახსენდა და ღანძილიც ძალიან მიყვარს. მე მიყვარს ყველაფერი, რაც არის გემრიელი, მოდი ესე ვიტყვი. ყველაფერს ვჭამ, ყველაფრის მჭამელი ვარ. ბავშვობიდან, ოღონდ ანუ მართლა. მე ბავშვობიდან რაც არ წარმოგიდგენია რომ ბავშვმა შეიძლება ჭამოს, მე ყველაფერს ვჭამდი სულ. ხო და ეხაც ეგრე ვარ, მაგრამ ეს ეხა რაც მოვყავი, შემიძლია სულ ვჭამო. აი ყოველდღე. მე შემიძლია ვჭამო. შე გაგიკეთე საჭმელი. ეს ფალაფელი. რომელსაც ახლა მოუყვები როგორია? თამშებს მოგვიტანე. მე არ ვიცი სწორად აგიწყვე თუ არა ეს ყველაფერი, რაღაცა მე როგორც გამიხარდა ისე აგიწყვე. სწორად ამიწყვე გავს იმ შეხვეულგემოს. თვითონ ფალაფელი არის რაღაცნაირად მობრაწული და კნაწუნა გემო რო აქვს. ამ соусებს უხდება და ის სიმჟავეც მე რაღაცნაირად აბალანსებს. ხო, დანაჩანგლით გამოჯობია. ორივე соуსი უხდება. ცოტა სიმჟავე აქვს, აი იმ соус თეთრი რა არის, არ ვიცი. მე ცოტა ლაიმიც მოვასხი. მაგანაც მისცა სიმჟავე. მოვიდა, მოდი. დაემალა კამერას. მასპინძელი. ანუ ეს ჟავე ძალიან უხდება პომიდორისა. მაგ შენი ლაიმის. ძალიან აიო. ძალიან. იდეალურად შეწამული რაღაცებია ჩემი აზრით. ხო და ეგ არის. იქაც ქურაშიც ეგ გითხარი, რომ აი ქაოსი რო არის თეფშზე. ხო. ყველაფერი უფრო გემრიელი არის, ვიდრე რაღაცა არავის არ მინდა რომ უთხრა რომ შენ ესე ნუაკეთებ და შენ ისე გააკეთე. ყველას თავის მიმართულება აქვს, მაგრამ ჩემთვის ეგრე არის, რომ აი ქაოსი არეულობა, აი რაღაცა ბევრი ფერები, ბევრი გემოები რო გაქვს. მაგრამ შეფის სიძლიერე და ტექნიკაც მაგაშია იდეაში, რომ მაგ გემოების შეხამება მოახერხო, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ქაოსი მოგივიდეს. ეგეც არის. კაი. აბა, ესე იგი, ვაგრძელებთ, აგერ დაცვა შემოგვიყვება. მე დაცვა. ნერწყვები უნდა ვაყლაპინოთ და დაგვრჩა პატაი, რომელსაც ეხლა გავსვით. აზიური, ტაილანდური კერძი ყოფილა. ცხირებს რო გადმოვიღოთ. კიდე შენ ლაიმი მოაწურე. ერთი ცალი მოგწევს, ხო? არა უშო. თეფს თუ სთხოვთ, ბატონო დაცვა. გაჭმევთ. მართლა? კი. წავიდა მოხვრეს, გვესროლეს დაცვა. როგორ ახარ?
გავიცი არა. დაცვები ეს ეტოვებენ საერთოდ ჭამის ხატრით. მოიცა მეორეც მომაწევად. აჰა. აბა. უი, გაგვიცივდა ამასო. არა უშავს. არა უშავს. მოიცა. ვერ ვიღებ, მიდი. უკაცრავად ლეჭა. მიდი. მაგრამ ყაყდა არ არის. ამოურიე. შემოწია გაშენი. მიწის თხილები, ატრია, აფილო, ფათამი, კიტრი. აი მე რამდენი. ახლა ვერ შეჭამტანი საყარ. ხაიცი ხალხს გონი რომ ყოველ დღეს ევჭამ. მართლა ყოველ დღეს ეჭამს. ეს ეჭამს ყოველ დღე. არა. ჩემთვის ამდენს გადავიღებ. მე ვერ ჭამ მაგდენს. ატაი. დავიწყე. მადლობა. კაი. რაც არის დღეს ბოლომდე. კაი სონიკი აქ. ბოლომდე ვიფენთ. ეხლა გეტყვი, არის თუ არა პატაი. პატაის გაკეთება სხვათა შორის რთულია, მარტივი კი არ არის. არ ვიცი. არის თუ არ არის, მაგრამ კაი პატაი არ არის, მაგრამ გემრიელია ძალიან. აბა მაშინ მითხარი როგორი უნდა იყოს პატაი. ნუ პირველ რიგში ატრია. ატრია გჭირდება სხვა. მაგრამ ესეც წავა, არა, კაია, ცოტა უფრო ცხარე უნდა იყოს კიდე. კიდე ცხარე? ჩემთვის ეს ცხარეა, იცი? და ჩილი ჭირდება კიდე სპეციფიური. მაგრამ გემრიელია. ხო, საკმაოდ ცხარე, აი წითელი რითია გაცხარებული ეს. წითელი წიწა, კი, ეხა ამასაც ხო, მე მგონი დაღერღილი აქვს. ხო, რაღაც ეგეთ სიცხარისკენ მიყ. ჩემთვის არ არის ცხარე, მე ძალიან. ანახია ვარა. მოკლეს უკვე. всё, ეგ რა არის? გადაიღე. ფერიგაიგო მიგებ ამას. ყველაფერი კაია. და შეგვიფასა კადრში. კადრში? კიდე კილოპარაკეთ. აქაც რაღაცა დავისწია. მწია. დაბადების დღეზე თურმე კარგის მომტანია. ძალიან. გემრიელია? ისეთ გემრიელი რომ კარგად ვერ მივ. ერთ წამს რამდენს იღებს ნახე ხო გეხოცე? ვარ იმას ვიზავ კადრში ვარ გავიცოხნები, მე ვჭამოთ. და უკვე გამოцоხნილი ხარ და ბარე მაიღე. ჭამე. აი, მოკლედ, მულენის ნაწილი ამით დასრულებულია. მე ცოტას ფეხით გავიცეინებ. აუცილებლად ძალიან გთხოვ რომ ფეხით გავისეინოთ. მოსანელებლად. მე შეგინ დავჭიქი რა გამოვა რაღაცა. რა მედი. რამდენი გასინჯა? ისე მონდობებით წავიდა თებს რომ მე მგონა შეჭამდა. არა ძალიან მემერი. ძალიან კაია. მართლა დედას ფიცა ვარ. ანუ მანამდე რომ ვილაპარაკე რომ მამენ სიცხარე ეკლეო გადაიფიქრე? არა, სიცხარე აკლია. ხო. არა, კაი. ეგ კარგია, ანუ შენი გადმოსახედიდან უნდა შეაფასო. კარგი იცი რა არის, რომ ანუ მორგებულია ყველა ადამიანზე. ხა ეს რომ ისეთი პატაი იყოს, როგორიც უნდა იყოს, ზუსტად ვიცი რომ მე ვერ შევჭამდი და შენც ალბათ ვერ შეჭამდი ეს თუ გეცხარ. ჩემთვის ეს აი ისეთი ცხარეა, სანამ ხოზე სიცხარისგან გემო რო გეკარგება. ძალიან არ არის ეგეთი. ხო და სლადეგეთი არ არის, მაგრამ ზღვარზეა. აია, კაია. ჭამედი. წრე, ესეც საპახმელი ნაბახუსევო ერთზია ლაშა მე მგონი. მოგეწონება მე რეგასინი. ეს არის ჩვენი დესერტი. კაი დესერტი, კაი. თან უშაქრო რო არის ჩემთვის ძალიან გადასარავი ამ. დიახ. იცი რა უნდა? მარტო მე არ ვიცი ეს ჭახუნი. ვიცით. ნოდარიკოსთან ერთად რო გადავიდეთ ეპიზოდი, ესე თან ლაპარაკობდა და თან ჩაი გვეჭირა და ამ ჩაის რატომღაც ლაპარაკში წავიდოდი, წამოვიდოდი უჭახუნებდი. რას მიჭახუნებ? გაგვიმარჯოს.
Big Ladies-ზე, The Big Ladies-ზე მომიყევი, შენი გაკეთებული და შექმნილი ბრენდია, რომელიც რას აკეთებს? Pop-up-ები გაქვს ხოლმე, ხო? ხო, Big Ladies იდეა წამოვიდა ჩემი უწყინარი ვიდეოებიდან. ვერთობოდი ესე ჩემთვის ზაფხულში. და მე რაღაცა მქონდა დრო და ამ სახელის ქვეშ გადავწყვეტე რომ რაღაცა პატარა community-სავით შემექმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ჭამა, სმა, ხელოვნება და ასე შემდეგ. და ეს ყოველივე არ მოიცავს მხოლოდ რაღაცა მხოლოდ კვების ობიექტებთან თანამშრომლობას, არამედ მაგალითად მუტანტში გქონდა ერთ-ერთი პოპ-აპი, სადაც მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა და ამ ყველაფრის თანხლებში ჩვენც ვამზადებდით გემრიელ საკვებს და ხალხს თავაზობდით. ანუ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაზეც გაქვთ ხოლმე ეს მზადების პროცესი და შეთავაზება. რა უცუდო. დოგო. Instagram გვერდი გაქვთ, ხო? კი, გვაქვს Instagram გვერდიც და ანუ გეგმა გაკეთება ეხლა კვირას 27 აპრილს გვაქვს კანცელარიაში ანა გაბუნი აპირებს რომ გახსნას ახალი ჩინური კვების ობიექტი და მასთან ერთად, მასთან კოლაბორაციით ვაკეთებთ კანცელარიაში ერთ pop-ups, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება და მოდით. ეს ვიდეო რომ დაიდება, ალბათ უკვე ჩატარებული იქნება. მაგრამ არა უშავს კიდე ბევრი რაღაცი გეგმება და თან კარგი არის ის რომ რა გიდა არ გაჩერდა კურიერი არ მოწონს სიტყვა ჩაფხუტი რო ვქარი კიდე იქნება უფრო სწორედ რაც გექნებათ ხოლმე ხო ანონსებთ გვერდზე კი ყველაფერი ჩადავუთავთ გვერდს და ვისაც სურვილი ექნება და დაინტერესებს ნახეთ Instagram გვერდზე კი თან ბევრ ადგილას გვაქვს უკვე გაკეთებული და სულ ვცდილობთ რომ ისეთ ადგილებთან გავაკეთოთ კოლაბორაცია რომლებთანაც რაღაცა საინტერესო ადამიანებისთვის საინტერესო გარემო და საინტერესო კონცეფცია შეიძლება შეიქმნას თუნდაც ერთი დღით. და ამიტომ ძალიან კაია, ჩვენც ძალიან გვსიამოვნებთ. გამოფენასავით არის pop-up-ი ჩვენთვის, მზარეულებისთვის. აი როგორც მხატვრის გამოფენაზე მიდიხარ და სხვადასხვა ნახატებს ათვარიელებ, ნახულობ, ისე მოდიხარ ჩვენთან pop-up-ზე, არა მარტო ჩვენთან, სხვებთანაც, ვინც აკეთებს. ამიტომ იარეთ ხშირად, გაერთობით, ახალ შეჭამთ განსაკუთრებულს, ის ერთი დღე არის მარტო და მეტი რო აღარ არის, უფრო განსაკუთრებულს ხდის იმ დღეს. შესაბამისად კერძებსაც ცვლი ხოლმე ადამიანები. ყველაფერი ერგება იმ დღეს ყოველთვის და ეგ არის ყველაზე სასიამოვნო. თან ხალხთან გაქვს უშუალო შეხება და რო გეუბნებიან, რომ კარგია, გემრიელია, ივსები იტენები და ყოფნის ძალიან დიდი ხანი და ჩვენ რეჰანის უნდა გავაკეთოთ ერთი. ერთად გავაკეთოთ ერთი pop-up-ი. აი, მადლობა. ჩვენი სტუმარი რო იყავი, გილოცავ კიდე ერთხელ დაბადების დღეს. ძალიან დიდი მადლობა. გაიზარდე დიდი გოგო. ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი და კიდე იქნება ჩვენი ეპიზოდის სტუმარი. აუცილებლად, რამდენჯერაც გაგიხარდება. აი.